სულელიც კი მიხვდება, რომ ჩვენი წარმატება YouTube-ზე ჩემი დამსახურებაა. რა? შენი აუდიტორია მაქსიმუმ შენი სკოლის უკბილო მეორე კლასელები არიან. დამშვიდით, ფავორიტი აქ მე ვარ, როგორც Sims-ის თამაშში. თქვენ კი უბრალოდ გვერდს ხო, მიმშვენებთ. ჩემი ქარიზმის გარეშე არხი ვერ გაკაჩავს და ვერც ჩემი მაგარი იუმორის გზობის გარეშე. ხო, მთავარია რომ თქვენ ამის გჯეროდეთ. Twitch შეფასების შენარჩუნებისთვის კარგია. Twitch შეფასების შენარჩუნებისთვის კარგია. ფუ. მე და შენ ვიცით წარმატება ვისი დამსახურებაცაა? არა, ფაქტების მიხედვით არ შემიძლია ჭკვიანის დაძლიერეთ ვიყო. დამშვიდი, თორემ საპირფარეშოსთან დაკავშირებული მოულოდნელობები არ აქცდება. ძალიან სასაცილოა. უკეთესია დამეხმარო. ვალდემარმა საპირფარეშოს დეზოდორი მთლიანად გამოიყენა. საერთოდ რატომ აკეთებ ამას? იატაკზე ჯემი დამესხა. და მინდა რომ დიმნით დავფარო. მოწმენდაზე ორიგინალურია. კარგი, დღეს კეთილი ვიქნები. მიდი აწიე. ხო, ჟენია, დამეხმარე. არ შემიძლია ერთდროულად ძლიერის და ჭკვიანის ვიყო. მეც ფასებს ვცილობ საკუთარი თავის დაწნარებას. არტილერიაა საჭირო. მოდი, ბოგდანს დაუძახოთ. ჰეი, ბოგდან, გააღე კარი. საერთოდ რატომ ჩაიკეტა? იქნებ ისევ დაასველა ლოგინი და მოწმენდას ცდილობ, სანამ ვინმე დაინახავს. სიმართლე გითხრა, ეგ შენ უფრო იქნებოდი. ბოგდან, ჰეი, გააღე. თქვენ თავებზე დაიკაკუნეთ. დაკავებული ვარ. რით შეიძლება იყო დაკავებული? ელვისის სტრაპით ჭაფჭიფსებს? მოგვიანებით მოდით. ახლა არ მცალია. ბოგდანი მხოლოდ საუზმის, ლანჩის და სადილის დროს არის დაკავებული. თუაც ერთი მათთან ისტროა, ძალიან მშნაურია. დედასთან უნდა მივიდეთ. იქნებ მან დაინახა როგორ გამოვიდა ოთახიდან. კარგი, პურთან ერთად არც ისე ცუდი იქნება. მოხვედით, აი ზუსტად ახლა მორჩი გემრიელობის გაკეთებას. მე ვფიქრობდი, რა კარგი სუმი იყო. საჭმელად არ მოსულ ვართ. ბოგდანი ოთახში ჩაიკეტა და არ აღებს კარებს. ეს უცნაურია. იქნებ შენ დაინახე როგორ გამოვიდა ოთახიდან? დილით იყო გამოსული დეზადორი და თმის გელი მთხოვა და შებრუნდა ოთახში. ბოგდანი, დეზადორი? აქ მართლაც რაღაცაშია საქმე. ბოგდანი უცნაურია. ადრე ყველაზე უცნაური რას გაუკეთებია? ვაფლების მჟავეკეთთან ერთად ჭამა იყო. და ეგეც კი არ იყო ისეთი უცნაური. კარგი, რაღაცას ნამდვილად გვიმალავს. ხოლოდ გაგებაღა დარჩა. როგორ არ მიყვარს ყველა ეს იდუმალობები. ყოველთვის რაღაც სტეროვით მთავრდება. ახლა წავალთ და ყველაფრის ახსნას მოვთხოვთ. უკვე დედასავით დავიწყე ლაპარაკი. ყველად კი არ ხართ ოჯახის წევრები. ბოგდან, გააღე კარი. მიდი, გააღე. ბოგდან, თუ ახლა არ გააღებ კარს, ჩვენ შემოვანგრებთ. და ყველა შენს საიდუმლოებებს გავიგებთ. მორჩა, ექსტრემალურ ზომებზე გადავდივართ. იცოდე, ახლა 3-მდე დავიწვით და კარებს შემოვანგრებთ. 1, 2, 2.5. კარგი, თქვენთვის არ უსწავლებიათ, რომ სხვის პირად სივრცეში შემოჭრა უზრდელობაა? კარგი იქნებოდა ეტიკეტის წესებისთვის რომ გადაგეხედათ. შენს დაინახე, რაც მე დავინახე? შენს გარიგე, რაც მე გავიგე? ცუდადაა საქმე, ძალიან ცუდად. ბოგდან, არ გინდა რაიმე აგვიხსნა? მაგალითად, ასე უცნაურად რატო გამოიყურები და ასე რატომ ლაპარაკო? უცნაურია? ასე არ უნდა იქცეოდნენ მაღალი საზოგადოების წევრები? ხო, მაგრამ და როდის მე იქცევი ასე? ყოველთვის უცნაურია, აქამდე რატომ არ შეგიმჩნევიათ, რომ მე თქვენნაირი არ ვარ? როგორი ხარ? განსაკუთრებული, როგორც ჩანს, თქვენს თვალებს ფერების გარჩევა არ შეუძლიათ. თუ ჩემი ლუჯის სისხლის ჩილები არ შეგიმჩნევიათ. გონია რომ მას ვკარგავთ. კარგი, ვიღაცანამ რაღაცამ ნამდვილად იმოქმედა ბოგდანზე. კარგი, თუ თვითონ ვერ ამცდებს ამ ცრივებს, იქნებ ჯადოს ქვეშაა? ჩვენ ხომ ზღაპარში არ ვართ, მაგრამ უკვე ვეღარ გამაკვირვებ. ყურადღება უნდა მივაქციოთ ბოგდანს. იქნებ არც თუ ისე ცუდადაა ყველაფერი, როგორც ჩანს. ნიკოლ, სრაფად. რამდენადაც ვიცით, ეს ერთადერთი დაუსახლებელი ადგილია მსოფლიოში. ოკეანეები. ყველაფერი უფრო ცუდადაა, ვიდრე გვეგონა. მართალი ხარ. ადრე ბოგდანი სამეცნიერო გადაცემებს დროის ფლანგვას ეძახდა. ის უკვე მართლა აღარ გავს თავის თავს. და იქნებ ეს ბოგდანი არაა და ეს მისი ორეულია? ორეული? როგორიც მე მყავდა? კი, მაგრამ ეს ბოროტი ნამდვილად არაა. მაგრამ ეს იმ ფაქტს არ შვრის, რომ ეს ნამდვილი ბოგდანი არ არის. თვალთვალი უნდა გავაგრძელოთ და უნდა დავწუნეთ თამაში.
დარწმუნებული ხარ, რომ ბოგდანი სამზარეულოში უნდა თუ მივიდეს? ბოგდანს რაიმე ნამდვილი დარჩა, ის სადილს არ გამოტოვებს. მას ჭამა ყველაზე მეტად უყვარს. კარგი, ესე იგი, ყველა გემრიელობებიდან რაც სახლში გვაქვს, ეს აირჩია? არა, ჟენია, ეს ნახდად არაა ბოგდანი. მოიცა, აბა ეს თუ არ არის ჩვენი ნამდვილი ბოგდანი სადღაა? მომიშვინე, უნდა გავაგდოთ ეს მატყუ არა ჩვენი გუნდიდან და ჩვენი ბოგდანი სახლში დავაბრუნოთ. ზეთი, რატომ მოიტანე? უკვე ხომ გავიგეთ, რომ ამორეულს საჭმელი საერთოდ არ აინტერესებს. კარგი რა, როგორც შენი ლოგიკა არ გაინტერესებს, საერთოდ რატომ მომყავ ხარ ჩემთან ერთად? ხანდახან მართლა ვეხვდები რატომ? და ეგ შენი ლოგიკა რას გვეუბნება, რომ უნდა გააკეთო? მარტივია, ჩვენს ორეულს მახეს დავუგებთ და როდესაც გაებმევა, ხელებს და ფეხებს შეუგრავთ და სიმართლეს ვათმევინებთ. კარგი, მაგრამ მე წაусმევ. ბევრი რომ იყოს და კარგად. უფრო სწაფად, ის თითქმის უკვე აქაა. ახლავე, ერთი წამით. ერთი წუთიც და ბოგდანი კი არის სიალებს, ჩვენ გვასიალებს თუ შეამწევს ამ ყველაფერს. ახლა ხმამაღალი ბუმი იქნება. იმედი მაქვს, რომ თავს არ დაარტყამს. ჯერ კიდევ უნდა გითხრას თუ სად წავიდა ნამდვილი ბოგდანი. აბა უყურე, ვიღაცა ძალიან ბინძურია, რაღაც დააქციეს. სასწრაფოდ უნდა მოუწმინდო აქაურობა, სანამ ბაქტერიები გამრავლდებიან. ეს როგორაა თან შესაძლებელი? შენ თვითონ უნდა გაები შენივე მახეში. რანაირად დაინახა? ეს ბოგდანი ჩვენსაზე გაცილებით ყურადღებიანია. თუ მისი დაჭერა არ გამოგდის, მაშინ სული აქ ახალი გეგმა დაგჭირდება. ანაირი? ორეულთან მივალთ და დაველაპარაკებით. ისეთ მახის მივცემთ, რომ თითქოს არ ვიცით ნამდვილი რომ არაა. მე შეგვეძლება რაიმე ინფორმაციის გაგება ჩვენ ბოგდანზე. გავიქეცით. ისეთი რაღაცა უნდა ვკითხოთ, რაც მარტო ნამდვილ ბოგდანს ეწოდინება. კარგი, უნდა დავწმუნდეთ, რომ ეს ნამდვილად მისი ორეულია, სანამ საბოლოოდ გავაგდებთ გუნდიდან. ო, ბოგდან, რა შვები? ცოდნის ხილს ვაგემოვნებ, ქარის სისწრაფის გამოთვლას ვცდილობ, მოსალოდნელი წინააღმდეგობების გათვალისწინებით. ვა, როგორი საინტერესოა. არ ამგონია შენ საშუალო სტატისტიკურ ტვინს შეეძლოს ამ პროცესის ინტერესობის შეფასება? აი, ამაში ვეთანხმები. ამისთვის არ მოსულ ვართ. გახსოვს წინა კვირას $40 რომ ისესხა ჩემგან? არაა დრო რომ დამიბრუნო? რაღაც არ მახსენდება. არასდროს დავეცემოდი მაგამდე. ჩემი სტატუსი არ მომცემდა ამის საშუალებას. ხედავ, არ ახსოვს რომ ჩემგან პული ისესხა. ხო, გიპოვია მისი დატესტვის გზა. კარგი რა. ნამდვილ ბოგდანსაც კი არ ახსოვს ხოლმე შენგან ფულს რომ სესხულობს. არ გიდა ხო რო დააბრუნო ფული. ზუსტად ვიცი რას გეტყვის ჩვენ ეს ნამდვილი ბოგდანია თუ არა. მოდი სირბილში შევეჯიბროთ. ტელეფონი მაქვს, ტელეფონი მაქვს, ტელეფონი მაქვს, ტელეფონი მაქვს, ტელეფონი მაქვს, შეხედე? ძალიან სულელურია თქვენი მხრიდან რომ გეგონათ რომ ასეთ ბავშვურ პროვოკაციაზე წამოვეგებოდი. ახლავე გადით ჩემი ოთახიდან. არ ამგონია რაიმე მიზეზი დაგჩენონდეს რომ ვიფიქროთ რომ ამას რაიმე საერთო გქონდეს ჩვენს ბოგდანთან. არასდროს მომწონდა შკოლნიკები. ბოგდანი რომ აღმოჩნდა ასეთი, ორმაგად მაწუხებს. მიდი, ნიკოლ. ახლა კი ყურადღებით, უყურე და ისწავლე. 1 და რაღაც რიგზი არაა. ადრე ბურთი რომ გაფრინდებოდა, ბოგდანი სულ მისდევდა. ჩვენ კი ვამბობდით რომ არაფერში იყო გამოსადეგარი. ჩვენი ბოგდანი მენატრება. არაა სწორი რომ მის ადგილს ვიღაც 8 ადამიანი კარგი, იკავებს. სამუდამოდ უნდა გავაგდოთ სახლიდან და გუნდიდან. კარგი, გააღე. სადაა მისი ჩანთა? პირსახოცი ხო? იქ დადე. ო, ეს რა არის? არწმუნებული ვარ რომ ამ ტანსაცმლის უმეტესი ნაწილი არ ჭირდება. ახლა ხომ კარგი ბიჭია. ისინი მაგალითად ასეთ უდებს არ იცმევენ. დიახ, კარგი ბიჭები მხოლოდ კომპლექსების მთასად არებენ. კარგი, ამასაც შეეხება მე დავიტოვებ. აღარ მოусმენს სამეცნიერო პროგრამებს სპიკერით. ეს უკვე მეტია. მეცნიერი როგვაშკლავი, ისეთი ვარსინლობით რომ თითქოს ძროხა მაულოგათ მა. მიდი, ჩატენე ტანსაცმელი, რომ მერე მათ გარეშე არ დარჩეს. საერთოდ მადლობა თქვას რომ მისი ტანსაცმელები ჩანთაში ჩაუდაგეთ და ფანჯრიდან არ გადავისროლეთ. უნდა დაგვეფურთხებინა, ან რაიმე სხვანაირი სიურპრიზი დაგვეტოვებინა. შენ რა, არ დაგიფურთხებია? მე კიდე ყვავილის პოთოლი და ცოტა მიწა ჩაუდე ქვემოთ. ო, ფეხსაცმელები დაგვავიწყდა. ტყუილად არ მოვისროლეთ ასე დანარჩენი ნივთები. თორემ უსასრულოდ გაიწელებოდა ყველაფერს გარეთ გატანა.
ხო, მართლა, ჩვენს მაყურებელს როგორ ვეტყვით, რომ ბოგდანი ვიდეოებში აღარ გამოჩნდება? ვფიქრობ, უფრო მარტივად გადაიტანენ, ვიდრე მე რო აღარ გამოჩენილიყავი. საინტერესოა, ნამდვილ ბოგდანს რა დაემართა? ამიერიდან ვერასდროს ვნახავთ? მანამდე უნდა დავწმუნდეთ, რომ ორეულმა სამუდამოდ დაგვტოვა. შემდეგ კი მოვიფიქრებთ, რანაირად ვიპოვოთ ჩვენი ბოგდანი. რა ხდება? რატომაა ჩემი ნივთები აქ? წადი აქედან, სანამ კაქხასიათზე ვარ. ჩვენ გუნდში შენთვის აღარაა ადგილი. ხო, მაგრამ რატომ? შენ თვითონ ვერ ხვდები რატომ? ნუ თამაშობ ტიპიურ გოგოს შუა ჩხუბის დროს. თვითონ ვერ ხვდები რა მოხდა? ეგრე მიდი და შენ კლასელებს ელაპარაკე. თუ 30 წუთის განმავლობაში აქედან არ წახვალ, საქმე ცუდად გექნება. ნიკოლ, ჟენია, კარგი, როგორც ჩანს, უკეთ უნდა აუხსნათ სიტუაცია. კარგი. ო, ერთი მეთოდი მაქვს. ამ მეთოდის შემდეგ ყველაფერს კარგად გაიგებს. და რა დაგჭირდება? კვერცხი და კარგი მიზანი. ერთი გვაქვს, მაგრამ მეორეს ვეღარ დაგვირდები. დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა რომ ჩვენი სახლი სამუდამოდ დატოვო? მოიცა. ამიხსენით მაინც რა ხდება? როგორ აქ ხვენია? სხვის როლს თამაშობ და კიდევ ისე იქცევი თითქოს არაფერი იცი. ვის როლს თამაშობ? რა სისულელია საერთოდ? ჟენია, როგორ შანს ვერ გაიგო. მე გითხარი გაჩერდითქო. მოვარტყი. ნიკოლ, ტყვიები გამითავდა. სასწრაფოდ დავიმალეთ. ახლავე გაჩერდით. ამას არანაირად არ გაპატიებთ. როგორი მნიშვნელოვანი საღამო ჩამიშალეთ. მადლობა თქვი რომ კვერცხების მერე ბუმბულები არ გამოფრიდა შენგენ. მოდი არა, საჭირო. სწრაფად. რა ყლინილია? და სად წაიდეთ ყველა კვერცხი? გააღეთ კარი. ბოგდანია? არ გააღო. და რატომ? ეს ნამდვილი ბოგდანი არ არის, ეს ორეულია. რა ორეული? ნიკოლს როგორ ისყავდა? ჩვენ ვცდილობთ რომ გავაგდოთ, მაგრამ იგი ძალიან ჯიუტი აღმოჩნდა. შენ არი დარდო დედა. ჩვენს გადავარჩენთ სახლს და გუნდსაც. ზუსტად მაგის მეშინია. არ მთავრდება ეს ყველაფერი ზოგადად კარგად. აი ამ ჯერზე მართლა სერიოზულადაა საქმე და მნიშვნელოვანია. სერიოზულია, მაშინ კარგი. მაინც ერთ საათში პაემანზე უნდა წავიდე. თავარია რომ სახლი გადაურჩეს ამ ყველა მისიებს და მაიმუნობებს. სასწორზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაც და ვირვე სახლის კარგად ყოფნა. ნიკოლ, დაიმახსოვრე რომ ჩვენი მტერი არსაც წასულა. გადამწყვეტი და წესიერი ბრძოლისთვის უნდა მოემზადოთ სამართლიანობისთვის. ჩვენ მას შევებრძოლებით. ამიერიდან არც ერთი ორეული აღარ მოვა ჩვენს ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოგდანის კლონია, ძალიან ძლიერია. დამატებითი საბრძოლო მასალები დაგჭირდება. წავედით. მზად ხარ ბოგდანის ჩვენი გუნდიდან სამუდამოდ გასაგდება? ყოველთვის მზად ვარ. მაშინ წინ, ჭკუას ვასწავლით მატყუარას. ახლავე გაჩერდი. ნიკოლ, მე შევუტევ, გაჩერდი. არის, გაიქცა. აი ასე უნდა ებრძოლო ორეულებს. ბოჩვენებებზე მონადირეების ფიცავსად ვართ. ოღონდ უფრო მაგრები. ორეულებზე მონადირეები. სამწუხაროა რომ ამისთვის ფულს არ მიხდიან. ოროტევაზე გამარჯვების აღნიშნავს გთავაზობ. ბედნიერი ვარ რომ ორეული მოვიშორეთ, მაგრამ ნამდვილი ბოგდანი როგორ ვიპოვოთ? იქნებ თავისით დაბრუნდება, ძილიან დაბანა რომ მოუნდება. ორი ვარიანტისთვის რომ დაბრუნდეს, ძალიან მეეჭვება. კარგი, ცოტა უნდა მოიცადოთ და თავისით გამოჩნდება. უცხო ნომერი. ალო, ვინ არის? ეს ლედი დიანა. თვით ლედი დიანამ დაგვირეკა? სამწუხაროა რომ ბოგდანი ვერ ხედავს ამას. ბოგდანს გადაეცით რომ მისიდან ნახვა არ მინდა. 2 საათი ველოდებოდი კუჩაში და არ მოვიდა. რა უცდაურია. მოიცა რა? ბოგდანს ელოდებოდი? შანსი მივეცი იმის გამო რომ ჩემთვის შეიცვალა, მაგრამ ამის შემდეგ გადაეცით რომ მისიდან ნახვა აღარასდროს აღარ მინდა. კარგად იყავით. რა ჩავიდინეთ? თავიდანვე რატომ ვერ მიხვდით რომ გოგოს გამო შეიცვალა? ჩვენი გუნდიდან თურმე ნამდვილი ბოგდანი გაგვიგდია. და თან როგორ ცუდად. იქნებ იფიქრებს რომ გავეხუმრეთ და დაბრუნდება? იმის მერე რაც დაუკვირეს სამუდამოდ წადი პინძურო მოღალატე, რაღაც ეჭვი მეპარება. უნდა დავაბრუნოთ. კარგი, ახლავე დაურეკე. მიდი აკრიფე მისი ნომერი. ვურეკავ. სპიკერი ჩართე. არიღებს. და რანაირად გვიპასუხებს თუ მის ტელეფონს გადაუარეთ? გავიქეცით საძებნელად. იქნებ შორს აქ წასულა. გავიქეცით, წავედით. სად არის?
მოკლედ, ბოგდანი რომ მიყოს ათ წავიდოდი? ჟენია, ეგრე არ მუშაობს. შენ მარსწივ წადი, მე მარჯვნივ წავალ. აი, აიღე სატყუარასთვის. იქნებ იმუშაოს. კარგი. უკვე გვიანია. ყველგან ვეძებეთ, სადაც შეგვეძლო. საერთოდ არსად არ არის. როგორ მწვენია, ჩვენი სულელობის გამო სამუდამოდ დავკარგეთ ბოგდანი. მისი ბრალი საერთოდ არაფერი არ იყო. და თან ბოდიშსაც ვერ ვუხდით. შესაძლებლობა რომ მქონდეს უკან დავაბრუნო, ჩემს საყვარელ უსასმენებსაც კი მივცემდი. მას ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უნდა. და რას ელოდები? მომეცი აქ. ბოგდან, დაბრუნდი? თხოვ, გვაპატიე. ისე შეიცვალე რომ გვებონა ორეული ყავდა და მაგის გამო გაგაგდეთ. დაბრუნება რატომ გადაწყვიტე? მივხვდი რომ ჩვენს გარეშე ვერ იცოცხლებდი? როგორი წარმოდგენა გქონია? ჩემი დამალული რაღაცეების გამო მოbrunდი. თან მომშივდა. სულ ესაა. ხო, არ გაბრაზდე. ყველაფერს გამოვასწორებთ. კარგით, შევეგუე რომ ყველაფერი ხდება. არა უშავს. სჯობს, მითხრათ, ხომ არ დაურეკია ლედი დიანას? დარეკა, მაგრამ თავარია არ გაბრაზდე. რა ჩაიდინეთ? გავიქეცით. 3 2 1 0 ქენ მისტიკოლის არხზე ხართ. მაგრამ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყეთ და დაიქება და ჩვენ გავიქეცით. ნახვამდის.